და გადავიხდი. ანუ მართლა, ოღონდ პირობებიც იყოს შესაბამისი მაშინ რა. და თუ პირობებს ვერ ახერხებ რომ შექმნა შესაბამისი, მაშინ ფასი დაადე შესაბამისი იმ პირობებს რაც არის. ეხლა ჩვენ ლაპარაკს უსმენენ და იცინიან რა. ხო, მაგრამ რაღაცა ხო უნდა იყოს. ანუ მოდი მაშინ ყველაფერი გავაოქმოთ, აღარც თქვენ 4-ნი აღარ გამოხვიდეთ, არავინ აღარ გამოვიდეს და დრიფტი. მანქანების დრაგი. მაგრამ მე ამ სფეროზე მაქვს ლაპარაკი. აქ რაღაცა. ტრეკს არ აინტერესებს მოტოციკლეტი, აი, არანაირად. იმიტომ რომ არა ვართ მაგათთვის სარფიანი და მომგებიანი. ხო, მაგრამ ხო არსებობს რაღაც. აი, სიტყვაზე მე რო დღეს YouTube არხი მაქვს, ამ YouTube არხიდან შემოსავალი მაქვს 0. ანუ შემოსავალი კი არა, გასავალი მაქვს. მაგრამ მიყვარს ეს სფერო და ამისთვის ვაკეთებ, ხო? რაღაცა ხო არის კი მესმის ბიზნესი და საქმე, მაგრამ როგორც ბიზნესი ეგრე რო უყურებდი, ხო არ გავაკეთებდი. როგორც ბიზნესი ალბათ საერთოდ ტრეკს არ გავაკეთებდი აქ. მაგრამ ხო არის გაკეთდა და რავი, ახლა შემოსავალი ჩემი აზრით აქვს. იმდენი რომ ფულებს ხო არ დავითვლით. ხო, არა, აშკარად არ ვითვლი, მაგრამ ნახე რის თქმა მინდა რა, რომ კი მესმის, ხო, ბიზნესიც მესმის, საქმეც მესმის, ფული შეუნას ყველაფერი და ძალიან კაი არის, უნდა აკეთებდეს კიდეც ფულს, უნდა რჩებოდეს კიდეც და უნდა ანვითარებდეს კიდეც ამ ყველაფერს. მაგრამ სადღაც ხო არსებობს ის რაღაცა შენი სიყვარული, ენთუზიაზმი, რაღაც რომ გინდა რომ ესეც განვითარდეს რა, იმიტომ რომ აქ მარტო ის ხო არა რომ ეხა შენ გადაიხადე 200 ლარი და იარე რა, აქ ხო ისცა რომ შენც რაღაც შენი წვლილი შეგაქვს ამ სფეროს განვითარებაში რა. ესეც უნდა არსებობდეს. უნდა არსებობდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ არის.